ბორჯომში ქალაქის ცენტრში არსებული სკვერის რეაბილიტაციაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 600.000 ლარამდე იხარჯება. სამუშაოები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ამ რეაბილიტაციაში იგულისხმება საფეხმავლო ნაწილის განათების, ურნების, კამების შეძენა, ასევე დენდროლოგიური პროექტი შედის ამაში, ანუ გამწვანება, ეს არის ყვავილები, ხეების, ბუჩქების დამატება. ბორჯომში ასევე მიმდინარეობს შედარებით მცირე ზომის ახალი სკვერების მშენებლობა, ეს შეეხება წაღვერში, მოედანზე არსებულ სკვერს, მტრედის ხიდის მიმდებარედ, ლიკანში ეგრეთ წოდებული პალიანკის სკვერის მშენებლობა და ასევე პირველი სკოლის წინ მიმდებარე საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაციას, რაზეც ჯამში 200.000 ლარამდე დაიხარჯება. პარალელურად ქალაქში მოსაცდელების მონტაჟიც ხორციელდება. ძველი დაზიანებული მოსაცდელები ახალი დიზაინის თანამედროვე კონსტრუქციებით ჩანაცვლდება. ბორჯომს შეემატება კიდევ ახალი 6 მოსაცდელი. დამატებით იყო 2, ალბათ ყველა ამჩნევს ამ მოსაცდელს, რომელიც გაკეთდა 2 ახალი მოსაცდელი და ამ მოსაცდელის მსგავსი 6 მოსაცდელი შეემატება. ბორჯომში ამ დროისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 4 სამშენებლო ფირმა მუშაობს. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს მუნიციპალიტეტის მონიტორინგის ჯგუფი ახორციელებს. რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე თვის ბოლოსთვის იგეგმება.